მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდე შემოგვიერთდებიან დარწმუნებული ვარ, ბევრი. თხოვნა მექნება, ვისაც გნებავთ ინგლისურის თარგმანი ჩვენ უცხოეთიდან ველოდებით ჩართვას და ვისაც გნებავთ ინგლისურის თარგმანიც არის ამ პროექტში. პირველ რიგში მინდა გთხოვო ყველას, რომ პრეზენტაციის დროს იქნებ გამოვთოთ მიკროფონები, მაგრამ ძირითადში მე იმედი მაქვს, რომ ყველა შეაფასებთ ჩვენ ნაშრომს. დღეს პირველად ვაკეთებთ პრეზენტაციას იმ ნაშრომისა მონიტორინგის შედეგების 2019-2020 ამ შეხვედრას გახსნისთვის ვეპატიჟები ბატონ სოლომონ პავლეაშვილს, რომ იქნებ მოგესალმოს და შემდგომ გადავცემ სიტყვას შვედეთის საელჩოს ქალბატონ ხათუნა ზალდასტანიშვილს, რომელიც აგრეთვე მოგესალმება შვედეთის მთავრობის სახელით. გთხოვთ ბატონო სოლომონ. მოგესალმებით, ძალიან კარგია, რომ ასეთი წარმომადგენლობითია დღევანდელი შეხვედრა. მინდა მადლობა გადაუხადო შეხვედრის ორგანიზატორებს და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო, ძალიან გულწრფელი მადლობა გადაუხადო შვედეთის საელჩოს, შვედეთის ხალხს და შვედეთის განვითარების სააგენტოს. მოგესალმებით ქალბატონ ხათუნას განსაკუთრებით, ყველას მოგესალმებით. თავისთავად ის რომ მუნიციპალიტეტის ასეთი წარმომადგენლობითი შეხვედრა იმართება ნარჩენების მართვასთან მიმართულებით, ეს არის მნიშვნელოვანესი. მოგესალმებით, ნარჩენების მართვა ისევ და ისევ რჩება ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ქვეყანაში და ბევრი გასაკეთებელი გვაქვს, რა თქმა უნდა, უამრავი რამ არის, რომელიც მოვალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ასევე ის მიმდინარე რეგლამენტები, რომელიც შემუშავებულია ჩვენს მიერ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ გვაქვს ბევრი და მე ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აი ესეთი ღონისძიებები ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ. ძალიან კარგი პრეზენტაცია იქნება დღეს, იმიტომ რომ მე გავეცანი ამ პრეზენტაციას. ეს არის კომპლექსური ხასიათის დოკუმენტი. მინდა შევაფასო თავიდანვე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის სახელმძღვანელო, შეიძლება ითქვას, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, მთავრობისთვის გარკვეულად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და მათთვის, ვინც არის დაინტერესებული ამ მიმართულებით და მადლობა ამ პროექტის განხორციელებლებს, როგორც არის პლანთა მოძრაობა და მეგობრები, ასევე ბუნების კვლევათა კავშირი, ასევე დაიცავი საქართველოს შესუფთავე და თვითონ ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ძალიან რთული მასალებია მოძიებული ამ პროექტში, მინდა გითხრათ და უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული, ვინც კარგად გაეცნო ამ პრეზენტაციას. უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული. რა თქმა უნდა, მესმის ზოგიერთი მაშვენებლები ვერ იქნებოდა მოძიებული, მაგრამ მაინც ის ძირითადი მაშვენებელი, როგორც არის თუნდაც ნარჩენების შეგროვების მაჩვენებელი, რეციკლირების მაჩვენებელი და ჩაშლილი ყველა მიმართულებით ნარჩენების, როგორც მყარი ნარჩენების მიმართულებით, იგივე ბიოდეგრადირებული ნარჩენების მიმართულებით და ჩაშლილი კიდევ სხვა იმ გამოწვევებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ და ისევ პრობლემა რჩება სეპარირება, ნარჩენების სეპარირება, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტის თითქმის ყველა გემაში, ასე ვთქვათ, თავში. ამასთან ერთად დოკუმენტის თვითონ ამ პრეზენტაციას აქვს საბოლოოდ ერთიანი ისეთი სახე, რომ ძალიან თანმიმდევრულად არის გაკეთებული. ძალიან თანმიმდევრულად. და რაღაც ერთგვარი გზამკვლევის სახესაც კი იღებს ეს დოკუმენტი, თუ რას მოსდევს. და სწორად აგებულია იმ იერარქიაზე, რომელიც სწორედ არსებობს ნარჩენების მართვის კოდექსით, ასევე ებმება ნარჩენების მართვის სტრატეგიას 15-30 წლები და რა თქმა უნდა ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას. ასევე არის გრაფიკი წარმოდგენილი და ესე ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონო ნინო, რომ ესე იგი თქვენ აჩვენეთ, სადა გვაქვს მიღწევა, რა არის შესრულებული და რა არ არის შესრულებული. ესეც უნიშნულოვანესი რამ არის, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. სწორედ ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმას, ჩვენ გამოდივართ იქიდან, თუ რა ვერ შევასრულეთ ამის წინამდებარე გეგმაში, რომელიც უნდა შესრულებული იყო და ბატონი ალბერტ დამეთანხმება ვერ შესრულდა. ამიტომ ყველაფერი ეს იძლევა ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, რომ ის გამოწვევები კარგად დაინახოს,
გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კარგად დაინახოს საქართველოს მთავრობამ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს არჩევის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქ არის ერთმანეთსებმა როგორც პოლიტიკა, როგორც რეგულირება, ასევე ახსოვების ნაწილი. ამიტომ თუ სამივე ინსტიტუციამ, სამივე მიმართულებამ არ იმუშავა კარგად, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდება ამ საბოლოოდ პოზიტიური შედეგის მიღწევა. ბევრი რამ დამოკიდებულია მუნიციპალიტეტებს და მუნიციპალიტეტის ასეთი აქტივობა მაძლევს იმის იმედს, არა მარტო ამ პროექტში, არამედ სხვა პროექტებშიც, იგივე როგორც არის ჩვენ გვაქვს სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, რომ ჩვენ შევძლებთ სწორედ გადალახვას იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. და თავისთავად ის რომ აქ არის კონკურენტუნარიანი გარემო, თუნდაც აი იმ კონკურსებში, რომელსაც იგივე თქვენი ორგანიზაცია აცხადებს, გაბატონინო, აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ მუნიციპალიტეტები მართლა რეალურად, ამას არ არის სპონტანური ხასიათი, მარტო თქვა კონკურსისთვის რაღაც გაკეთებული, რაღაც ხალხის დასანახავად და რაღაც ერთგვარი ჯგუფის დასანახავად. ამას უწყვეტი ხასიათი უნდა გქონდეს, რომ თუ გინდა რომ შედეგები მიიღწიოს. ერთადერთი რაც მე დავინახე და ძალიან მაღელვებს, ეს კარგი მასალები გაქვს და ბატონ რაკაკის განსაკუთრებული მადლობა, ადრეს პარლამენტში ქონდა ჩვენ გაფართოებული მოსმენა, ძალიან კარგად იკვეთება, რომ ესე იგი ფიზიკური პირებისგან შეგროვებული თანხები, ასევე იურიდიული პირებისგან შეგროვებული თანხები, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ ზოგადად ალბათ კარგი იქნება რეკომენდაციები გაკეთებულიყო, მე კი ვნახე ეს რეკომენდაციები ისევ და ისევ ვიფიქროთ მართვის მოდელზეც როგორი მოდელი შეიძლება გქონდეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს. რა თქმა უნდა, მისი ასარჩევია, მაგრამ მე არ ვეხები მარტო წარმოების გაფართოებულ ვალდებულებას, იმიტომ რომ იქ არის 6 ნაკადი, მაგრამ იმის გარდა არის უამრავი სხვა რამ. ეხლა გვეუბნებია მაგალითად ზოგიერთები ვიკიშინებენ, რომ კიდე მიიღეთ რეგლამენტი ყველაზე, მართლა ყველაფერზე რეგლამენტს ვარ მივიღებთ, არა ყველა ნარჩენებზე. რა თქმა უნდა, არა, არის ნარჩენები, რომელზეც ვერ მივიღებთ. ვთქვათ იგივე საფათო იყოს თუ არასაფათო იყოს, ყარი იყოს, თუ რომელიც სახში. ამიტომ მე მინდა რომ აი ამ განწყობით და კიდე ბევრი რამის თქმა შემილია თქვენს პრეზენტაციაზე. ამიტომ იმის გვამინდა რომ არ ვიცი რამდენად ეს გაზრდილი არ გამომივიდეს, მაგრამ ძალიან სერვისეულად გავეცანი, ძალიან სერვისეულად და ძალიან კარგი არის, ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და მე ვფიქრობ რომ აი დღევანდელი ეს დისკუსიაც, მისი პრეზენტაციაც კიდევ ერთხელ იქნება არა პრეზენტაციის, არამედ მე ეს იქნება ჩვენი სამაგიდო სამუშაო სახელმძღვანელო დოკუმენტი. დიდი მადლობა და წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონ სოლომონ, ბატონ ხათუნას ვთხოვდი შვედეთის საელჩოდან ჩვენ კოორდინატორს, სიდას კოორდინატორს და ვთხოვდი მოგვესალმოს თუ შეიძლება ჩვენ შეხვედრას, იმიტომ რომ საკმაოდ დროში ვართ შეზღუდულები. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შეხვედრის მოწყობისთვის. დიდი მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ამ პროექტში მუშაობს, დავიცვათ საქართველოს სუფთავე და რა თქმა უნდა იმ მუნიციპალიტეტებს, ვინც ითანამშრომლა ამ პროექტთან მონაცემების მიწოდებისათვის და ასევე ამას უძღოდა ძალიან ბევრი შეხვედრები, სადაც იყო არა მხოლოდ სტატისტიკის შეგროვება და არა მხოლოდ ინფორმაციის მოგროვა, არამედ ბევრი, ესე ვთქვათ, საუბარი იმ სისტემების, რომელიც დღესდღეობით არსებობს საქართველოში. ეს ანგარიში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნარჩენების მართვის, ესე ვთქვათ, რეფორმირება ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პოსტკოვიდური სიტუაციის შედეგად, რამდენადაც ნარჩენების რაოდენობა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში არის გაზრდილი და შესაბამისად მას ეფექტური მმართველობა სჭირდება. ანგარიში ნამდვილად კარგი არის იმ კუთხით, რომ იძლევა იმ სურათს, რაც დღესდღეობით საქართველოში ნარჩენების მართვაში ხდება მუნიციპალიტეტების დონეზე, საკანონმდებლო დონეზე და იძლევა ასევე ძალიან დიდ საშუალებას იმისათვის, რომ სწორედ და ეფექტურად მოხდეს შემდგომი დაგეგმარება. იმისათვის, რომ შემცირდეს ნარჩენების წარმოება, გენერირება, რა თქმა უნდა, ეს უკვე მოსახლეობასთან სამუშაო არის, მაგრამ არა მარტო, ასევე მოხდეს უკეთესი დაგეგმარება პოლიტიკის შემუშავების კუთხით, ასევე
ფინანსური და ეკონომიური მიმართულებით და რაც მთავარია შემცირდეს ნარჩენების გატანა პოლიგონებზე, რომელიც ასევე ძალიან დიდი საფრთხე არის კვლავ რჩება საფრთხედ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მინდა გისურვოთ დღევანდელი დღე წარმატებული იყოს განხილვა, რა თქმა უნდა ეს არის პირველი ანგარიში, პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ანგარიში მომზადდება, რომელიც აჩვენებს იმ სურათს, რა შეიცვალა ერთი წლის შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმდენად, რამდენადაც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა დაგეგმოს, ესე ვთქვათ, ის ინდიკატორი, რომელსაც რეალურად ერთი წლის მანძილზე მიაღწევს, ხოლო შემდგომ უკვე 5 წლის მანძილზე. ამიტომ ეს დაგეგმარების პროცესი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს ანგარიში იძლევა იმის საფუძველს, რომ ამაზე დაყრდნობით მოხდეს უკვე შემდგომი დაგეგმარება. მინდა წარმატება გისურვოთ, დიდი მადლობა და ველოდებით საინტერესო დისკუსიებს. ხოლოდ მათ კონდეთ ქართული მიკროფონი, ვინც საუბრობს, ვინც არ საუბრობს, ჯობია რომ გამორთული იყოს, რომ ყველამ გავიგოთ. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა. მე მინდა ვთხოვო ბატონ აკაკის დრო რო არ დავკარგოთ. მე ისევ გავიმეორებდი ქალბატონ ხათუნას თხოვნას, რომ ჩართული იყოს მიკროფონები, ვინც საუბრობს და კიდევ ერთხელ ეხა ინგლისურად და ქართულად მიიქნება პრეზენტაცია. მადლობთ. გამარჯობათ მეგობრებო, მე მგონი გამოჩნდა, ხო? გამოჩნდა ბატონო აკაკი. ძალიან კარგი. საქართველოში მეგობრებო 2019-2020 წლებში მუნიციპალური ნარჩენების მართვის მონიტორინგი საქართველოს წვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრებმა საქართველოს პროექტის დავიცვათ საქართველოს ისუფთავე ფარგლებში განვახორციელეთ წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით შესაბამისი სამუშაოები კითხვარი ითვალისწინებდა 20-მდე პოზიციას, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოს ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე და ეროვნულ მოქმედებათა გეგმაზე, რომელიც 2016-2020 წლებისათვის იყო მოქმედებაში. რეალურად ჩვენ ფაქტიურად აი ეს კითხვარი შევიმუშავეთ, შევათანხმეთ სამინისტროსთან. პირველი თუ გახსოვთ ონლაინ კონფერენცია იმერეთთან დაკავშირებით ჩავატარეთ და იქ კიდევ ესე ვთქვათ შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და ამის შემდეგ მოგეხსენებათ 10 ონლაინ კონფერენცია მხარეების მიხედვით იქნა ჩატარებული ძალიან აქტიურად. მე ვიტყოდი 63 მუნიციპალიტეტის ინფორმაციები არის ანგარიში მოქცეული შესაბამისად დედაქალაქის და მე მინდა რომ აი ახლა ეს კერებსიტი მაჩვენებლები წარმოგიდგინოთ და შესაბამისად იმ რეკომენდაციებზედაც ვისაუბროთ, რაც აუცილებელი არის. აი მოგეხსენებათ, რომ უკვე ჩვენ ფაქტიურად რაღაც გარკვეული ჩამოგვიყალიბდა სტატისტიკური მეხსიერება, ეს ძალიან კარგი იქნება შემდგომში, როდესაც ესე ვთქვათ, შედარებებს გავაკეთებთ. და მოგეხსენებათ, რომ უკვე 2021 წლის მონიტორინგიც დავიწყეთ კახეთის რეგიონიდან. ფაქტიურად თქვენგან მარცხნივ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ არის სწორედ ეროვნული ინდიკატორები, სტრატეგიის, ეროვნულ მოქმედებათა გეგმის ეს ამოცანებში არის, ესე ვთქვათ, მითითებული და შესაბამისად მოგახსენებთ, რომ საერთო რაოდენობა 2019 წლის მონაცემი გვაქვს განხილული უშუალოდ და რაც ეხება ნარჩენების გენერირების საკითხს და მიწოდების სერვისს, სულ 3.871.564 კაცი ესე ვთქვათ ცხოვრობს დღესდღეობით 2019 წლის უფრო სწორად მონაცემებიდან გამომდინარე საქართველოში და მიეწოდებოდა სერვისი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სერვისი 3.353.454 კაცს, ანუ 86.6%. მე ვიტყოდი, რომ ფაქტიურად აი ის ინდიკატორი, რომელიც 2020 წლისათვის 90% უნდა ყოფილიყო დაძლეული, რეალურად დაძლეულია, იმიტომ რომ ჩვენ
გვაქვს ინფორმაცია, რომ ფაქტიურად იმ დახმარებებიდან გამომდინარე, იმ ესე ვთქვათ, ტექნიკური ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებები, რომელიც გაეწია მუნიციპალიტეტებს, უკვე ჩვენ აი ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ყოველ შემთხვევაში ის პირველი უკვე 2022 წელს, 1 წლის შემდეგ კახეთის ზონაზე, როდესაც გავაკეთეთ შესაბამისი, ესე ვთქვათ, განმეორებითი მონიტორინგი, ამის წინასწარ, ესე ვთქვათ, თქმის უფლებას გვაძლევს. რაც შეეხება 2019 წელს მოსახლეობა თბილისში 1,93,944 კაცს წარმოადგენდა, სერვისი 100%-ით მიეწოდებოდა. შესაბამისად, აუცილებლად ხას უსვამ, რომ 2019 წელს პანდემიისაგან თავისუფალი წელია და 9,300,000 საერთაშორისო ვიზიტორი იყო ჩვენს ქვეყანაში შემოსული. ვიზიტორი და არა ტურისტი ვიზიტორი. ტურისტი ვიზიტორი 5 მილიონს წარმოადგენდა, ეს ოფიციალური მონაცემებია საქსტატის და მე მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რამე თუ შესაბამისად ჩვენ ალბათ მომავალ წლებში რეალურად აი ეს სტატისტიკური მონაცემები ტურისტ ვიზიტორებთან დაკავშირებით რეალური გახდება, გაიზრდება კიდევაც და შესაბამისად ნარჩენების მართვის საკითხთან მიმართებითაც და ნარჩენების გენერირებებაც უფრო გაიზრდება დარწმუნებული ვარ. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და განთავსება 2019 წელზეა ისევ და ისევ საუბარი რეგიონებში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენები საერთო ჯამში 580,565 ტონას წარმოადგენდა, თბილისში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენი 411,730 ტონა. მიაქციეთ აი ამ ორ რიცხვს ყურადღება, ბატონებო, სულ საქართველოში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენი წარმოადგენდა 992,295 ტონას. ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის 2019 წლის მონაცემები. ახალი თანამედროვე რეგიონალური ნაგავსაყრელების და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა. მოგეხსენებათ, ეს 2025 წლამდე არის, ესე ვთქვათ, დაგეგმილი, სულ საქართველოში უნდა იფუნქციონიროს 10-მა რეგიონალურმა არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტმა. აქედან თბილისისა და რუსთავ-გარდაბნის ექსპლუატაციაშია, არის იქ რაღაც გარკვეული სერიოზული ხარვეზები და მას გამოსწორება ესაჭიროება და ამისათვის აბსოლუტურად ესე ვთქვათ გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი არის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს აუცილებლად განხორციელდება. 2022 წლისთვის ექსპლუატაციაში შედის აჭარის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი, აი მწვანეთ ახლა არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართო ნაგავსაყრელების დახურვის საკითხი უნდა 2023 წლისათვის იყო დაგეგმილი და 2019 წელს სულ 31 ერთეული აი ესეთი ნაგავსაყრელი არსებობდა და იქ შედიოდა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც ესე ვთქვათ ის დასახლებული პუნქტები, სადაც აი ესეთი ნაგავსაყრელები იყო. შემდეგ სტიქიურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 854 ერთეული არის დახურული, ანუ ეს არის 2017-2019 წლების პერიოდში. 2020 წელს ფიქსირდება 1318 ერთეული, ანუ 119,4 ჰექტარზე ფართი აი საერთოდ აი ამ სტიქიური ნაგავსაყრელების და აი ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას ლოგიკური ნაბიჯები. აქვე მე მინდა მოგახსენოთ, რომ ნაგავზიდების რაოდენობა 2019 წელს 536 ერთეული გახდა, დამხმარე ავტოსატრანსპორტო საშუალებები 156 ერთეული, მათზე დასაქმებულთა რაოდენობა იყო 504 მძღოლი და 938 მუშა ოპერატორი. რემონტის ხარჯებმა მთლიანობაში 7,685,782 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ახლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოში ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების ორი ქარხანა არის აშენებული, ერთი მარნეულში რამოდენიმე წლების წინ იქნა აშენებული და ქუთაისში შესაბამისად უკვე აი ეს ქუთაისის მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი შესული არის ექსპლუატაციაში, უკვე მწვანე ნარჩენი მიღებული აქვს. აი ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა რომ ფაქტიურად ჩვენი ხედვა მოგახსენოთ 2025 წლისათვის მოგეხსენებათ სტრატეგიული ამოცანა არის ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება და მნიშვნელოვანი იქნება თუ კი ჩვენ აი ამას მხარეების მიხედვით ფაქტიურად განვიხილავთ და მართვის გეგმებს შევიმუშავებთ სწორედ მხარეების მიხედვით, რამე თუ ფაქტიურად აი ეს მწვანე ნარჩენები რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეული მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ გამწვანების სამსახურებიც სუბსიდირებულია ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და რეალურად ფაქტია, რომ იმის მაგივრად, რომ ეს შეგროვდეს, რეალურად დღეს ეს ხდება ნარჩენებს. შესაბამისად, ჩვენ სათანადო რეკომენდაციებით შეგვიძლია შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ შეიძლება მიკროფონები გამორთოთ. უკაცრავად მიკროფონი გამორთეთ თუ შეიძლება. აი თუ უკაცრავად მიკროფონი. მიკროფონი გამოვურთოთ თუ შეიძლება რა. ვეძებთ ბატონო აკაკი ვინ არის? ანუ მარუაშვილი. მარუაშვილი. ესე იგი, ბიუჯეტი და ამოღებული თანხების რაოდენობა, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია ბატონმა სოლომონმაც გაამახვილა აი ამ თემაზე ყურადღება. მინდა მოგახსენოთ, რომ ფაქტიურად 54,164,033 ლარი არის გამოყოფილი კრეფსითი, ესე ვთქვათ, ეს არის თანხა 2019 წელს თბილისის გარდა მხარეების მიხედვით არის დაჯამებული თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. თბილისში არის 53,200,000 ლარი, ფაქტიურად სულ საქართველოში გამოყოფილი არის 107,364,033 ლარი. რეალურად ფიზიკური პირებიდან რეგიონებში, ესე იგი, ძალიან მინიმალური არის. აი წარმოიდგინეთ 2,362,037 ლარი, შესაბამისად იურიდიული პირებიდან 8,588,564 ლარი, სულ 10,950,601 ლარი. ანუ ბატონო აკაკი თუ შეიძლება ცოტა ნელა თარჯიმანს რო არ შეეშალოს. კი ბატონო. თბილისში, ესე იგი, ფიზიკური პირებიდან ამოღებული არის 27,945,647 ლარი, იურიდიული პირებიდან 20,151,791 ლარი, სულ თბილისში 48,97,428 ლარი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამაზე კიდევ ხაზგასმით, ესე ვთქვათ, ვახსენოთ, რომ სულ საქართველოში ამოღებულია 59,48,039 ლარი, ანუ გამოყოფილი თანხის 55%. თითქოს ეს პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ანუ აი ამ ეტაპისათვის, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ეს 2030 წლისათვის, ვთქვათ, ფიზიკური პირებისათვის სტრატეგიიდან გამომდინარე რეალურად უნდა იქნას განხორციელებული, მაგრამ 2025 წლამდე იურიდიული პირებთან მიმართებით აუცილებლად უნდა მოხდეს უკვე მთლიანობაში მოსაკრებლის ამოღება. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ქვემო ქართლის, გურიის, აჭარაში, ბათუმის გარდა და კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტებში ფიზიკური პირებიდან ამოღება განხორციელდეს. ჩვენ ახლა მოგახსენეთ, რომ 2022 წელს ახლა კახეთის მხარეში
მონიტორინგი განვახორციელეთ და პირდაპირ შემიძლია მოგახსენოთ, რომ უკვე რაღაც გარკვეული გამოცდილება ჩამოყალიბდა, მაგალითად იგივე ლაგოდეხის მაგალითზე არსებობს პროგრამა ფიზიკური პირებისათვის, იურიდიული პირებისათვის, არსებობს შეტყობინების სისტემა გადამხდელებისათვის, არსებობს ხელშეკრულება კლირინგ ცენტრთან, 14 საბანკო ორგანიზაციასთან, შესაბამისად სწრაფი გადახდის აპარატები, ესე ვთქვათ, მოქმედებაშია შემოყვანილი, შესაბამისად იქ არის გამოყენებული სასამართლოს, ესე ვთქვათ, ბერკეტიც და რაც მთავარი არის, აიპების თანამშრომლების წახალისების საკითხი. ანუ მომსახურეობის ხარისხი არის გაზრდილი. ანუ უკვე ფაქტიურად არის ჩამოყალიბებული ძალიან ეფექტური არის სხვათა შორის აი ბოლო 1 წელიწადში გაასამაგეს ამოღება აქედან გამომდინარე ფიზიკური პირებიდან 5-ჯერ მეტი არის ამოღებული რეალურად ჩვენ ამას ყოველთვის ხას უსვამთ ეს შეძლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ეს არის კარგი გამოცდილება არის კარგი ესე ვთქვათ მართლაც შესაძლებლობა იმისა რომ ფაქტიურად მაგალითი იქნას აღებული და რეალურად ყველაფერი შეიძლება ესე ვთქვათ განხორციელდეს ფაქტია რომ შედეგი არსებობს ნარჩენების შეგროვებისათვის არსებული და საჭირო ურნების რაოდენობა მეგობრებო ესე იგი არსებული ურნების ჯამური რაოდენობა ეს 2020 წლის მონაცემებზე არის საუბარი 1.1 კუბური მეტრის 52,803 კონტეინერი იყო ფაქტიურად ესე ვთქვათ განლაგებული აქედან თბილისში 14,480 ურნა ну სხვადასხვა მოცულობების იქ 0,24 კუბიანი 0,25 კუბიანი 10,592 ურნა 18 ურნა აქედან თბილისში 4,769 ურნა ესე იგი რა თქმა უნდა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თითოეული მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად ესე ვთქვათ შეგნებულად და გეგმავს იმისათვის რომ სეპარირება იქნას დაწყებული და შესაბამისად უკვე გამოყოფს სეპარაციისათვის ანუ იმ ქაღალდი მუყაოსათვის პლასმასისათვის და რკინამეტალისათვის რა ჭირდება უკვე რა ტექნიკა არის ამისათვის საჭირო როგორ უნდა მოაწესრიგოს საქმიანი ეზოები რომ მოხდეს მის აი ამ ნარჩენების გადახარისხება ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რაც შეეხება თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავების შემდეგ უნდა ესე ვთქვათ განსაზღვრული იყოს საჭირო ურნების რაოდენობა და ეს უკვე დასრულებული უნდა იყოს თბილისის ესე ვთქვათ სინამდვილეში და მე დარწმუნებული ვარ რომ თბილისს უკვე ფაქტიურად გააჩნია შესაბამისი ესე ვთქვათ ხედვა თუ რა არის საჭირო თბილისისათვის მე აუცილებლად მინდა დაგანახოთ რომ უკვე საქართველოში ძალიან ბევრ კურორტზე თქვენ ნახავთ რომ აი ესეთი 1.1 კუბური მეტრის გამჭვირვალე ბადისებრი კონტეინერები დგას და აი ეს მაგალითად არის კურორტ ურეკში შესაბამისად უკვე კიდევ ვიმეორებ შესაბამისი სამსახურები რეალურად არიან მომართული იმისათვის რომ შეგროვება მოხდეს პილოტ ესე ვთქვათ პროექტები უკვე მუშაობს ეხლა მთავარი არის რომ რეალურად საქმიან ეზოებში ამის გადახარისხება მოხდეს და შესაბამისად ესე ვთქვათ დამუშავება იმისათვის რომ წარმოებელს გადაეცეს რეციკლირებისათვის სხვათა შორის კალბატონი ნინოს ინიციატივით მეწარმე სუბიექტებთან მოხდა შეხვედრა უკვე რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა პლასტმასთან დაკავშირებით, ქაღალდმუყაოსთან დაკავშირებით პირიქით აი ეს მეწარმე სუბიექტები გთხოვენ რომ დავაკავშიროთ მუნიციპალიტეტებს იქ სადაც ესე ვთქვათ ხდება უკვე გამხოლოება პლასტმასის ქაღალდმუყაოსი და მე ვფიქრობ რომ 2021-2022 წლები რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ამ მიმართულებით რომ ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება წარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას
ბატონმა სოლომონმა მოგახსენათ, რომ აქტიურად ელექტრონულ მარჩენებზე, ზეთებზე, საბურავებზე, ბატარეებსა და აკუმულატორებზე მთავრობამ დაამტკიცა, სამინისტრომ შეიმუშავა და ტექნიკური რეგლამენტები უკვე არსებობს. 2020 წლის 1 სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, ეს გადაიწია 2022 წლის 1 ივლისამდე ორნაკადთან დაკავშირებით შესაფუთი მასალების ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისათვის ტექნიკური რეგლამენტები უნდა ესე ვთქვათ დამტკიცდეს ერთი სიტყვით აი ამ მიმართულებით სამუშაოები უნდა განხორციელდეს და იმედია რომ ეს საკმაოდ ეფექტურადაც იქნება განხორციელებული. ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ სამინისტროსაც, პარლამენტს, კომიტეტს, იყო განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით და აქაც გარკვეული ხედვა ჩამოგვიყალიბდა. სულ საქართველოში 2020 წელს ინერტული ნარჩენების ამოვსების ტერიტორია ფიქსირდებოდა 14 მუნიციპალიტეტში, ბატონებო, 10 ჰექტარზე. მონიტორინგმა ცხადყო, რომ კანონის მოთხოვნები ვერ სრულდებოდა 57 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებშიც და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ინერტული ნარჩენები დიდი რაოდენობით ხდება მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში. დედაქალაქში ხორციელდება ინერტული ნარჩენების მართვა, ინერტული ნარჩენების განთავსება ხდება გდანის პოლიგონზე 12.4 ჰექტარი არის ტერიტორიის ფართი, ინერტული ნარჩენებით შევსებულია 50%, იქ უნდა მოწყობილიყო 8 მილიონი ლარის ღირებულების წყალგამტარი ნაგებობა, რის შედეგადაც ექსპლუატაციისვა და გაიზრდებოდა 7-10 წლით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც მეგობრებო, ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი მიზანშეწონილი იქნებოდა განხილულიყო მხარეების მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ აი სწორედ ადგილობრივი მოსაკრებლები, ადგილობრივი ბოდიშგიხტით კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით ეს არის თავი მე-6 მუხლი 21 ნაგავსაყრელების კატეგორიები. ჩვენ იქ კოდექსი გამოყოფს როგორც ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელს, ასევე ამოვსების ტერიტორიას, ანუ მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ამოვსებითი ოპერაციებისათვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ამოვსების ტერიტორია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ როდესაც აი საკმაოდ დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი მუნიციპალიტეტების მიხედვით, აი ასეთი ტერიტორიები ესე ვთქვათ, ამოვსების ტერიტორიების გამონახვაც კი ძალიან გართულებული არის. გამიგეთ და ამიტომ თუ კი ეს მხარის მასშტაბით განხორციელდება და შესაბამისად უკვე არსებობს ისეთი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ფაქტიურად აი ამ პროცესებს აი ვიტყოდი, აი კახეთში უკვე გამოჩნდა მაგალითად ესეთი მეწარმე სუბიექტი, რომელიც საამშენებლო გრევის შედეგად მიღებულ ნარჩენებს ის კაცი შესაძლებელია მიიღოს და საერთოდ გადაამუშავოს და ფაქტიურად ახალი საამშენებლო მასალებიც მივიღოთ შესაბამისად. ანუ წახალისება ესაჭიროება აი ამ მიმართულებით აი ესეთ ქმედებებს და იმედია რომ ეს ნამდვილად განხორციელდება. შესაბამისად მე მინდა ახლა რეკომენდაციებზე გადავიდე ძალიან სწრაფად და შემდეგ ელემენტარულად უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ გარკვეულწილად მოსაზრებები გამოვთქვათ, ვიმსჯელოთ და ასე შემდეგ. მუნიციპალური ნარჩენების აღრიცხვის სისტემის დანერგვის მიზნით მიზანშეწონილია ეროვნულ გეგმაში ანგარიშვალდებულების ესე ვთქვათ გამოკვეთა იმისათვის რომ ეხლა მე ძალიან ხშირად ამის შესახებ ოფიციალურად ვაცხადებდით თითოეულ მხარის მიხედვით ონლაინ კონფერენციებზე რომ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი ეს აუცილებლად დასანერგია ანგარიშვალდებულების საკითხი პერიოდულობის განსაზღვრით ადმინისტრირების მექანიზმის დანერგვის აუცილებლობა ბატონებო გამიგეთ იგივე ტურისტ ვიზიტორების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ფლობა ანუ არის ისეთი მონაცემები რომელიც აუცილებელი არის
თითოეული მუნიციპალიტეტების მიხედვით იქნას და არ შეიძლება მაგალითად ეხლა მყარი ნარჩენების კომპანია გააჩნდეს გარკვეული მონაცემები და ისინი აბსოლუტურად ზედმიწევნით ფლობენ აი ამ რაოდენობას ნარჩენებისა თითოეული დღის მიხედვით თუ რა მიდის, მაგრამ აი ასეთი სტატისტიკური ინფორმაციის ესე ვთქვათ შეგროვება უკვე უნდა ხდებოდეს მუნიციპალიტეტებში და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მოსაკრებლის ამოღების სისტემაზე მე თქვენ მოგახსენეთ რომ ხარი უკვე გამოცდილება არის უკვე ესე ვთქვათ ის რაც შედეგი მოიტანა ხო და ამიტომ ეს ყველა უნდა გავაანალიზოთ აუცილებლად უნდა გახდეს უნიფიცირებული შესაბამისი სათანადო პროგრამები იქნას ესე ვთქვათ უკვე შემუშავებული მიღებული და რეალურად კიდევ მეორე გამოცდილება არსებობს და ეხლა ეს პირველი ესე ვთქვათ კახეთის მხარიდან გამომდინარე ლაგოდეხმა დაგვანახა დარწმუნებული ვარ სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე აი ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული იქნება. წლიური ინდიკატორები მოსაკრებლებთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ აი ესეთი ინდიკატორიც ესე ვთქვათ განისაზღვრება, მით უმეტეს იურიდიულ პირებთან მიმართებით. იგივე ეროვნულ მოქმედებათა გეგმაში. მოგეხსენებათ რომ 25 წლისათვის especially in relation regard to illegal entities and already we know that by 2020 ბატონო აგზელეთ ხო შესაბამისად მუნიციპალური გეგმით უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ნარჩენების მართვისთვის გამოყოფილი თანხები ანუ აი ამ 5 წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში ეს თანხები როდესაც უკვე არის და სუბსიდირებული არის ხო რაში იხარჯება ეს თანხები აი ეს მეტნაკლებად უნდა აისახოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში და რაღაც ესე ვთქვათ ღონისძიებებზე ორიენტირებული უნდა იყოს ესენი რასაც დღევანდელ დღეს აი 2017-2018-2022 წლების მუნიციპალურ გეგმებში ამას ვერ ხედავთ. საზოგადოების მუდმივი ინფორმირება და ადგილობრივ მოხელეთა სისტემური გადამზადება. მოგეხსენებათ, მეგობრებო, რომ ფაქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით რეალურად აი ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და შეიცვალა შესაბამისად კადრები, ახალი ესე ვთქვათ, იქ სამუშაო ჯგუფები, რომელიც მათ უნდა იმუშაოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმებზე, იგივე მართვის მენეჯერები, რეალურად აი ამ ხალხთან პრინციპში უკვე თავიდან არის მაინც გარკვეულწილად სამუშაოები გასახორციელებელი და ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი არის. მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების დროს მუნიციპალური ნარჩენების კომპოზიციის შესწავლა. ეხლა მონიტორინგის ამოცანა არ წარმოადგენდა კომპოზიციის შესწავლა. ჩვენ აბსოლუტურად ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ინფორმაცია გაგვაჩნია სხვადასხვა ესე ვთქვათ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც აი ამ კომპოზიციას შეეხება, მორფოლოგიას შეეხება, გამიგეთ და პრინციპში აი ამ მიმართულებით უკვე თუ ჩვენ გვინდა რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები იყოს რეალური, ჩვენ აუცილებლად უკვე მუნიციპალიტეტების დონეზე აი ამ ძირითად კომპონენტებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქაღალდი-მუყაო, პლასმასი, მინა, მეტალი და ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, უნდა ვიცოდეთ თუ რასთან აგვაქვს საქმე და ეს აუცილებლად 2022 წელს პრინციპში ეს საკითხი უნდა დაექვემდებაროს დაზუსტებას. კომპოსტირების ქარხნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ცენტრებთან მიმართებით მე მოგახსენეთ და ეს აუცილებლად ისევე როგორც ინერტული ნარჩენების საკითხი მხარის დონეზე სათანადო გეგმით თუ განისაზღვრება ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპში დანარჩენი რეალურად ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ
სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით შეიძლება ეროვნულ მოქმედებათა გეგმაში იყოს გამოყოფილი, ჩვენ ყოველთვის ასბესტთან დაკავშირებით ყურადღებას ვამახვილებდით და რაღაც გარკვეული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით აი მუნიციპალიტეტების მიხედვით გაგვაჩნდა და ამას ვაცხადებდით კიდევაც. ანუ კარგი იქნება თუ აი ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ხედვა და ინდიკატორები ჩამოყალიბებული. და რაც შეეხება არალეგალური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას, ანუ აქ პრევენციული მონიზიებების განსაზღვრის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანად წამოსაწევი წინ და ბუნებრივია რომ დარწმუნებული ვარ აი ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია თვით მონიტორინგის სისტემის დანერგვა თვითონ მუნიციპალიტეტების მიხედვით, რამე თუ არ შეიძლება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები არსებობდეს და ფაქტიურად ისინი თაროზე იყოს შემოდებული. მე ძალიან ვიმედოვნებ იმას, რომ რეალურად 2023-2027 წლების გეგმები იქნება ნედუნარიანი და შესაბამისად ეს მიღწევადია, როდესაც თვით მონიტორინგის სისტემა იქნება ჩართული. მადლობთ მეგობრებო. მადლობა, მე სამწუხაროდ ხმები მესმის კიდე და თუ შეიძლება მიკროფონები რო გამორთოთ. მე ჩვენ ველოდებით ბატონ აკაკისთან ერთად შეკითხვებს, თუ არის, გთხოვთ კოლეგებო და მაგის გარდა გთხოვთ რომ ის არის, გთხოვთ ქალბატონო ცირა, თქვენ გიდოდეთ, მაგრამ სანამ თქვენ გადმოგცემთ, ბატონ ალბერტს მინდა ვთხოვო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩაგვერთოს განხილვაში. მიკროფონები თუ შეიძლება გამორთოთ, იმიტომ რომ ვიღაცას აქვს შეიძლება ქალბატონინო? ბატონ ცირა, ბატონ ალბერტს და მერე თქვენ. ბატონ ალბერტ, გთხოვთ სადახარ. ქალბატონო ნინო, როგორ ფორმატში ახლა კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ რაღაც მოსაზრება თქვენი აზრი გამოთქვით, შეგიძლიათ, აქ არ შეიძლება რომ კარგი გენაცვალე. დიახ. ხო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიახ. დიდი მადლობა ბატონო აკაკი ძალიან კარგი პრეზენტაციისათვის, შინაარსიანი პრეზენტაციისათვის. ზოგადად დიდი მადლობა პროექტის მენეჯმენტს, ქალბატონო ნინო თქვენი სახით და კიდევ იმ კოლეგების, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან პროექტის ეფექტურ განხორციელებაში. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა დამფინანსებელს, შვედეთის მთავრობას, განვითარების სააგენტოს, შვედეთის საელჩოს საქართველოში, მის წარმომადგენლებს, მათ შორის ქალბატონ ხათუნას, აქტიური ჩართულობისათვის და ზოგადად თავის დროზე აი ამ პროექტის შემუშავებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ამ საკითხებში და ზოგადად მე ბევრს არ შევჩერდები მის მნიშვნელობაზე, რადგანაც ბატონმა სოლომონმა უკვე ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. ძალიან კარგი პლატფორმა გაკეთდა ჩემის აზრით, რომ პროექტმა შეძლო კარგად მუნიციპალიტეტების კოორდინაცია და მათი ჩართულობა ზოგადად პროცესში. და ამავდროულად პროექტმა საშუალება მისცა ქვეყანას, მათ შორის ჩვენ სამინისტროსაც, როგორც ნარჩენების მართვის სფეროში მაკოორდინირებელ სტრუქტურას, პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება ნარჩენების მართვის კუთხით და შესაბამისად განხორციელებულიყო სათანადო ანალიზი და საბოლოო ჯამში შემუშავებულიყო ის რეკომენდაციები, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში ჩართულ ყველა სტრუქტურისთვის იქნება საყურადღებო. აი ამ თვალსაზრისით პროექტმა მე ვფიქრობ თავისი მისია შეასრულა და ძალიან კარგი იყო რეგიონების მიხედვით მოსმენილი პრეზენტაციები. მე მოდის ვიხდი რაღაც გარკვეული სხვა საკითხების გამო ვერ მივიღე გუშინ მონაწილეობა და კახეთის რეგიონის განხილვა იყო, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული
ამ მოსმენაში დღეს ბატონი სოლომონი და მეც ჩვენი სამინისტროს მხრიდან რა თქმა უნდა ვარ დაინტერესებული და შემაჯამებელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. კი ბატონო. და მე მაინც რამოდენიმე გამოწვევას შევეხები ეს გამოწვევები ბატონო აკაკი თქვენ უკვე ახსენეთ, მაგრამ ჩვენ ამას ერთხელ კიდე დავადასტურებთ, რომ ეს გამოწვევები არსებობს და ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს ღონისძიებები განსახორციელებელია და ამ მხრივ მუნიციპალიტეტების აქტიურობა და მათი როლი ძალიან დიდია, იმიტომ რომ მათი ვალდებულებებია ბევრი რამე, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის პირველი მომსახურეობის გაწევა და მომსახურეობის მიწოდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და თქვენ მოიტანეთ ციფრები ჩვენ რა ვიცი 1%-ში მგონი აცდენილი ვარ ჩვენს დავითვალეთ ეს უკვე პრინციპში არ არის არანაირი იმიტომ რომ ამ სტატისტიკაზეა მაგრამ კარგი ის არის ბატონო აკაკი კარგი ის არის რომ მიუხედავად პანდემიისა თითქმის მიღწეულია შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი რაც გათვალისწინებულია და თავის დროზე ჩაიდო ეროვნულ სტრატეგიაში და ჩვენ ფიქრობთ რომ 2025 წლისთვის აი ეს ინდიკატორი სრულად იქნება შესრულებული და ამ ხრივ მუნიციპალიტეტებმა საკმაოდ სერიოზულად იმუშავებს მაგრამ ერთ რამეს უნდა გაუსვათ ხაზი ამ ნაწილში მეგობრებო რომ აი შესრულება ძირითადად მოდის მსხვილ ქალაქებზე იმიტომ რომ იქ სრულად მიეწოდებათ მომსახურეობა და ბატონო აკაკი თქვენ წინა გამოსვლებში ხაზი გაუსვით და მეც ახლა მინდა რომ ერთხელ კიდე ხაზი გაუსვა და მუნიციპალიტეტებს უთხრა რომ თელ რიგ მუნიციპალიტეტებში ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალზე დაბალია ზოგან შეიძლება თუ არ ვწდები 50-60% 70% და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ მივაწოდეთ მოსახლეობას მომსახურეობა და იქ ადაიდგა კონტეინერი და მას არ ექნება საშუალება რომ იქ ნარჩენი განათავსოს და მერე ეს ნარჩენები წავიდეს თავის გზაზე ეს იქნება ნაგავსაყრელზე განთავსება თუ ეს იქნება რეციკლირების ობიექტი წინამდელ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის გვექნება ის უკანონო ნაგავსაყრელები რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით თელ რიგ მუნიციპალიტეტებში თელ რიგ რეგიონებში არსებობს ისევ ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ციფრები ჩვენთვის უკვე ცნობილია და ეს სერიოზული გამოწვევაა პირველი გამოწვევა არის მე თუ მკითხავთ მუნიციპალიტეტებისათვის ეს რომ მომსახურეობა როგორმე უნდა ჩვენ მივაწოდოთ ყველას და უკვე აღარ უნდა დავჭრეს მოსახლეობა 2025 წლისათვის რომელიც შემდგომ სამიზნე მაჩვენებლის ათვლის წერტილია და არ უნდა არსებობდეს იმისი მდგომარეობა რომ ასე წარმოქმნეს უკანონო ნაგავსაყრელები. მეორე ვარიანტი ეს არის სეპარირებული შეგროვება. პირდაპირ უნდა უთხრა ჩვენ ბატონ მუნიციპალიტეტებს რომ იცით აი ეს ვალდებულება 2019 წლიდან შევიდა ძალაში და სამწუხაროდ აი ამ ნაწილში უკვე სერიოზულად ჩამორჩებით. სეპარირებული შეგროვება თუ მხედველობაში არ მივიღებ ჩვენ ქალაქ თბილისში განხორციელებულ ზოგიერთ ღონისძიებებს, ქუთაისში განხორციელებულ ზოგიერთ ღონისძიებებს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, კახეთის რამოდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტები და აი იმ პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს თუ არ მიიღებთ, ამ ხრივ საკმაოდ ჩამორჩენა გვაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა მე ჯერ ვემხრობ იმას რომ ჯერ კარგად შევაგროვოთ ნარჩენები და მოსახლეობას როგორმე მივაწოდოთ მომსახურეობა და მე რა თქმა უნდა ვიფიქროთ სეპარირებულ შეგროვებაზე მაგრამ ამავდროულად ნელ-ნელა ისეთ მსხვილ ქალაქებში რომლებსაც ამის საშუალება აქვს და მსხვილ მუნიციპალიტეტებს ეს საკითხები აქტიურად არის წამოსაწევი და ეს ინდიკატორები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. მესამე საკითხი, რასაც შევეხებ, ეს არის დაგეგმვის საკითხი. დიდი მადლობა ყველა მუნიციპალიტეტს, რომ ამ დროისათვის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს დამტკიცებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმები, მაგრამ მეორეს მხრივ ხშირად ეს გეგმები ვერ ასახავს იმ რეალობებს, რაც მუნიციპალიტეტებში არსებობს.
ამიტომ ჩვენი მოწოდება არის რომ მუნიციპალიტეტებმა ჩართონ რაც შეიძლება უფრო მაღალ კვალიფიციური ხალხი ამ გეგმების შემუშავებაში და ის რაც თქვენ ბრძანეთ ბატონო აკაკი სრულად თავისი დაფინანსებით, განხორციელების ვადებით, მითითებით ეს გეგმები უნდა იყოს ცალსახად გასაგები ყველასთვის რომ წლის განმავლობაში თუ 5 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს რა პროგრესი ექნება ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების გატანის და ნარჩენების დამუშავების თვალსაზრისით. როცა დამუშავებას ვსაუბრობ, აქ განიხილება, რა თქმა უნდა, მისი ხელმეორედ გამოყენება, მისი რეციკლირებაც, მისგან ენერგიის აგებას და თუნდაც ნაგავსაყრელზე განთავსებას. აი ეს საკითხები ჩვენ და ჩვენ გვაქვს ახლა აი ესეთი მოსაზრება მომწიფდა ჩვენთან სამინისტროში და ჩვენს კოლეგა სამინისტროებსაც ამას გავაცნობ და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეს და მათ შორის მუნიციპალიტეტებთან რომ შესაძლებელია ამ გეგმების ოფიციალური შეთანხმება იყოს საჭირო სამინისტროსთან, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მეტ კომენტარებს მიიღებენ, მეტად უფრო დახვეწილი გახდება ის, ვიდრე თქვა დღეს არის, იმიტომ რომ ბევრმა პირველი გეგმები როცა შეიმუშავეს, ბევრმა გამოაგზავნა ჩვენთან, ჩვენ კომენტარები გავუკეთეთ, ალბათ გამოადგათ კიდევაც. თუმცა, როდესაც უკვე შეთანხმებაზეა ლაპარაკი, ორ მხარეს შორის შეთანხმებული გეგმა ყოველთვის უკეთესი იქნება და უფრო ჩართულობით და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელი უნდა შეუწყოს კვალიფიკაცია და შესაძლებლობების გაძლიერება. ბატონო აკაკი, ჩვენი ამოცანა არის მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდა მუნიციპალიტეტების შესაძლებლობის გაძლიერების ღონისძიებები ამ პროექტში გნებავთ, სხვა პროექტები მიმდინარეობს საქართველოში და მათ შორის ჩვენი სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ ძალიან ბევრი ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვერ იქნება საკმარისი, აი ამიტომ მეტი რესურსი გვჭირდება ჩვენ აი ამ თვალსაზრისით. იგულისხმება აქ პერსონალის მომზადება, კვალიფიციური კადრების მომზადება, ზოგადად ტრენინგები, მიდგომები, მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების მეთოდოლოგიები, მიდგომები, დათვლის მეთოდოლოგიები და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც მიბმული არის მუნიციპალიტეტებთან და სტიქიური ნაგავსაყრელები. მე ამას არ მიუბრუნდები, მაგრამ აი მუნიციპალიტეტებმა უნდა იცოდნენ ეს მათი პრობლემა, ვინც გინდა მოვიდა, სხვა არავინ არ მოვა და იმ დანაგვიანებულ ტერიტორიას, იმ უკანონო ნაგავსაყრელს სხვა არავინ არ დაუსუფთავებს, ამიტომ გეგმებში ეს სწორად უნდა იყოს გათვლილი, შესაბამისი ხარჯები უნდა იყოს გათვალისწინებული და შესაბამისად ხორციელდებოდეს ეტაპობრივად ეს ღონისძიებები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ-ორ წელიწადში რეალურად არ უნდა გქონდეს, მაქსიმუმ 3 წელიწადში არ უნდა გქონდეს უკანონო ნაგავსაყრელები ნარჩენების განთავსებისათვის. და ეს საკითხები თქვენს პრეზენტაციაშიც მე კარგად ამოვიკითხე და შეგვიძლია ეს კიდე დავხვეწოთ და შესაბამისად მე ეს ყველაფერი ავსახოთ იმ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, რომელზედაც ეხლა მიმდინარეობს მუშაობა და ამავდროულად უკვე დაიწყება მეორე პერიოდი მუნიციპალიტეტებისთვისაც და ეს გეგმები კარგად უნდა იყოს შეხამებული და შესაბამისობაში მოყვანილი იმ ეროვნულ სამოქმედო გეგმას და რომელზედაც მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. სატარიფო პოლიტიკაზე აი არც სწორადაა შეფასებული. უბრალოდ კარგი იქნებოდა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ გააქვთ ეს ინფორმაცია, მე თუ ჩვენ კიდე ამას კარგად გამოვკვეთავთ ანგარიში, ეს არის ის, რომ რეალურად ფაქტიურად ქვეყნის მასშტაბით რამდენი სუბსიდირება ხდება, აი რამდენის ამოღება ხდება და რამდენის სუბსიდირება ხდება და რამდენია საჭირო, რომ ეს მე მივაბა წლების მოტანილია აღებაში ანგარიში იყო ნაჩვენები ტარიფების ტარიფების მეხუთე სლაიდი იყო თუ არ ვცოდებ. დიახ. აი ეს საკითხები რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, რომ ჩვენ უთხრათ მთავრობას, რომ იცით რა დღეს რეალურად ხელისუფლება ცენტრალურ თუ ადგილობრივ ბიუჯეტიდან სხვა წყაროებიდან იხდის ამდენ ფულს, მაგრამ ეტაპობრივად ეს უნდა დავძლიოთ და კანონის ძირითადი მოთხოვნა ნარჩენების მართვის კოდექსის ძირითადი მოთხოვნა დამბინძურებელი იხდის პრინციპი,
უნდა იქნეს დანერგილი. მე არ ვამბობ, რომ ხვალვე ეს დაინერგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ეს ვადა და უნდა იყოს მიღწეული ეს მიზნობრივი მაჩვენებელი. დიახ, აი ეს საკითხები ჩემი გადასახედიდან ასევე თქვენ შეფასებული გაქვთ და მე ვიცი საჭიროებებით ტექნიკურ საშუალებებთან ეს არის დაგავზიდი მანქანებიდან ერთ რამეს უნდა გაუსვათ ხაზი რომ რა თქმა უნდა ეს მუნიციპალური ფონდის დახმარებით რეგიონულ განვითარების ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება ძალიან ბევრი ტექნიკის შესყიდვა და ეს ძალიან კარგია მუნიციპალიტეტებისათვის მაგრამ ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები კარგად უნდა გააქტიურდნენ და მათ მოითხოვონ ისეთი ტექნიკა ან თვითონაც არვინ არ უშით თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას აძლევთ შეიძინონ ეს უკვე კონფიგურაცია ეს მათი შიდა საკითხია მათი შიდა სამზარეულო საკითხია მაგრამ საჭირო არის მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მდებარეობის რელიეფის მიხედვით განსხვავებული მიდგომები ამ საჭიროების მთის მუნიციპალიტეტებში მთის წინა მუნიციპალიტეტებში დაბლობის აი ეს საკითხები კარგად რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის საშუალებები რაც ამისთვის ესაჭიროებათ და ეს არის რა თქმა უნდა არა მარტო გადამზიდი მანქანები არამედ სხვა ის ტექნიკური საშუალებები რაც მიბმული არის ნარჩენების შეგროვებასთან გატანასთან და უსაფრთხოდ განთავსება გადამუშავებასთან აი ეს საკითხები კარგად უნდა იყოს გააზრებული კიდევ ერთხელ სწორად გაესვა ხაზი და გეთანხმებით იმაში რომ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ეს ნაწილი რომელსაც შეფუთვის ნარჩენები ქვია სამწუხაროდ ჯერჯერ მიღებული არ არის თუმცა დიდი ხანია პროექტი შემუშავებულია თუმცა იქ არის რაღაც განსხვავებული მიდგომები და ალბათ ეს მიდგომების მე ვფიქრობ უახლოეს ხანში დაძლეული იქნება და ერთიანი შეჯერებული დოკუმენტი იქნება შემუშავებული რომელიც სერიოზულად წარდგებათ მუნიციპალიტეტებს და ამიტომ მომავალ სამოქმედო გეგმებში ძალიან კარგი იქნება აი ამ MGV ორგანიზაციებთან საერთოდ წარმოების გაფართოებული ვალდებულების სისტემასთან მათი ინტეგრირების საკითხების ასახვა და შეტანა მათ სამოქმედო გეგმებში. თუმცა 4 ტექნიკური რეგლამენტი მიღებულია და მაგ ნაწილში მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა ეს აუცილებელია ალბათ უკვე ჩვენთან არის დაინტერესებული უკვე მხარეები წარმოებლების მიერ და უახლოეს პერიოდში მოხდება შესაბამისი ორგანიზაციების ავტორიზაცია, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან ამ საქმიანობის განხორციელებით და მათ მოეთხოვებათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტთან და მათთან ერთად მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა. აი ეს საკითხებია, მე რაზედაც მინდოდა ყურადღება გამემახვიდებინა და ჩვენ მზადა ვართ ყველა მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისათვის, პროექტთან თანამშრომლობისათვის აქ ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენსა და პროექტ შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს და აზრთა გაცვლა და შესაბამისად მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აღსახური იქნება იმ შესაბამის ეროვნულ დოკუმენტებში, რომელიც მუშავდება საქართველოს თავრობისათვის. და ასევე მუნიციპალიტეტების კიდევ ერთხელ ესე დიდ მადლობას ვეთქვი იმისთვის, რომ დიდ შრომას ეწევიან ზოგადად, მაგრამ ყველა ამ საკითხების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით და მათ მიერვე მიღებული სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით უფრო აქტიური გახდნენ და უფრო მეტი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ჩვენსა და მათ შორის ცენტრალურ ხელისუფლებასა ზოგადად მხედველობაში მაქვს და მათ შორის. დიდი მადლობა. ჩემი კომენტარები ამ საკითხებთან ეს არის. მე ვაფასებ თქვენ შრომას, იმიტომ რომ აი ეს სისტემურად შეფასებული და დალაგებული ინფორმაცია ჩვენთან პირველად მოდის. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ის, მაგრამ ეს პროექტი გრძელდება, სხვა პროექტები წამოვა, ჩვენ გვექნება თხოვნა ისევ შვედეთის მთავრობასთან, რომ უწყვეტი ის იყოს მიდგომა ამ მიმართულებით და სხვა მრავალი კონკრეტული დეტალური საკითხი იქნება შეფასებული და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებული. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო ალბერტ, მადლობა ბატონო აკაკი. მე ქალბატონ ცირას გადავცემდი სიტყვას, ქალბატონ ცირა გთხოვთ. მოგესალმებით, ცირა მესხიშვილი, ასოციაცია ტოლერანტი ახალციხე.
მე უბრალოდ ბატონ აკაკისთან მქონდა პატარა შეკითხვა ესეთი თვითმონიტორინგის სისტემამ ძალიან დამაინტერესა და რას გულისხმობთ მერიებთან, მუნიციპალიტეტებთან უნდა ჩამოყალიბდეს რეკომენდაციაში იყო თქვენი. აი, კაპიტონცირა, სამუშაო ჯგუფი იქნება, როდესაც მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები უნდა იქნას შემუშავებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თვითონ მართვის მენეჯერიც უნდა იქნას გამოკვეთილი, გამიგეთ, ვინც უნდა უხელმძღვანელოს აი ამ სამუშაო ჯგუფს და ეს ჯგუფი რეალურად შემდეგ უკვე აი ამ 5 წლის განმავლობაში რეალურად უნდა ყოველწლიურად აფასებდეს თუ თვითონ ეს გეგმა რამდენად შესრულდა, სად იყო ხარვეზი, შესაბამისად ბუნებრივია ეს არის ერთგვარი სარკე იმ მართვის სისტემის დახვეწისათვის, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალიტეტებმა უნდა ესე ვთქვათ შექმნან და რეალურად ეს იყოს ქმედუნარიანი, ხო? აი ყოველთვის თვითმონიტორინგი გარკვეულწილად აი ამ საქმეს წაადგება. მე სხვათა შორის თვითკრიტიკულობაც კი, იმიტომ რომ ფაქტია რომ არის ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება სულაც არ ჩაერიოს ვიღაცა მესამე პირი იქვე უცებ სწრაფად ოპერატიულად იქნას გადაწყვეტილი მერიასა და თქვა დასუფთავების სამსახურს შორის ან შესაძლოა არის მთელი რიგი საკითხებისა, გამიგეთ? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი პრეზენტაცია. კი რა უნდა დავამატოთ, რაც ახსენით, იმას არ შევეხებით, ქალბატონო. მონიტორინგთან დაკავშირებით ის ჯგუფი, რომელმაც თქვა უნდა იმუშაოს და კარგად დაგეგმოს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში სამომავლო ღონისძიებები. თუმცა თქვენ გაქვთ კიდევ უფლებამოსილება ნარჩენის მართვის კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილით განსაზღვრული, როდესაც თქვენ ადგილზე მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებთ და ეს უფლებამოსილება გაგაჩნიათ და ეს საკითხიც კარგად არის გასაძლიერებელი, რომ თქვენ თვითონვე თქვენს ტერიტორიაზე კარგი მონიტორინგი გქონდეთ, ვინ სატყრის, რატო ყრის, ვინ აშავებს, ვინ არ ვევს კანონის მოთხოვნებს და ასე შემდეგ და შესაბამისად განახორციელოთ ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ცენტრალურ სტრუქტურებსაც აქვთ ეს უფლებამოსილება, მაგრამ მათ შორის მთელი რიგი მუხლებით და პუნქტებით თქვენ გაქვთ თქვენი უფლებამოსილება ამ თვალსაზრისით განახორციელოთ კონტროლი ადგილობრივ დონეზე. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ხო არის შეკითხვები, აზრის გამოთქვა გთხოვთ კოლეგებო. მოდი ჩემთან. თუ შეიძლება მუნიციპალიტეტი ქალბატონ ნინო. დიახ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ბატონ აკაკისთან მინდოდა ჩვენ მეზობელ მუნიციპალიტეტში ხარაგაულში არის ანალოგიური შეგროვების ხუთები. დიახ, ბატონო გიორგი. ბადიებთან დაკავშირებით. და ჩვენ როცა გვქონდა მაგათთან შეხება, მეწარმეები ასახელებენ სადღაც ერთთვიან თვენახევრიან ვადას მისი გაცვლის და ამ პერიოდში ცოტა უხერხული სიტუაციები იქნება, მწერები და ისინი მაგარის ქილები წვენებისა და ან რუდის ასე რომ ვთქვათ და ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის ამ კუთხით იმ ადგილებში, სადაც დადგმული არის ეს ასეთი ბატონო გიორგი, კარგია რომ ეს თემა წამოწიეთ. ეხლა ბატონი ალვერდიც აქ არის და ალბათ მეც გეტყვით და შესაბამისად აი თვითონ როდესაც ხდება სეპარირება, შესაბამისად ადგილობრივი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს გაცლას, აი ეს ნარჩენი თქვათ პლასმასი, ხო? საქმიან ეზოში რეალურად უნდა გადახარისხდეს, მოდი დავარქვათ, გადამუშავდეს იქ სითხია უნდა ესე ვთქვათ, განთავისუფლდეს, შემდეგ უნდა დაიპრესოს ეს, გამიგეთ? და რეალურად უნდა დასაწყობდეს რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში. დღეს მეწარმე სუბიექტები ითხოვენ, აი პირდაპირ შემიძლია დაგაკავშიროთ პლასმასთან მიმართებით
მეწარმე სუბიექტთან და ის შესაბამისად რაღაც გარკვეული შეთანხმებით გრაფიკულად ამას გაიტანს. Რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ესე წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს რეალურად აი კონტეინერიდან პირდაპირ ეს რომ ჩამოიყრება, ეგრევე მას თუ ხელი არ შევახეთ და არ გადავახარისხეთ და არ მოვიყვანეთ, ესე ვთქვათ, ისეთ ფორმაში, რომ მისი აღდგენა, რეციკლირება, ანუ გაწაღება და შესაბამისად ჩვეულებრივად არის ის პროცესი, რომელიც რეალურად უნდა იქნას ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც სეპარირება მოხდება, განხორციელებული. მიმიხვდით? დიახ, ბატონო აკაკი, მე ცოტა სხვა კუთხით ვიკითხე. ბატონო აკაკი, ქუჩაში დადგმის შემთხვევაში, ეს კონტეინერის შემთხვევაში. დიახ. წარმოები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამას გავცვლით ერთი თვის ვადაში. არა, მეწარმემ რატო უნდა გაცალოს, კაცო? ეს უნდა გაცალოს თვითონ იმ მომსახურების სამსახურმა. თქვენის ნებართვით ჩავერთვები. ჩავერთვები თქვენის ნებართვით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, არა? დიახ, ბატონო. ხო, კარგი კითხვა არის. ამ საკითხს ჩვენ ასე უნდა შევხედოთ. თუ რომელიმე კერძო ობიექტს წარმოექნება საწარმოო ნარჩენები, ის რეგულირდება და იმაზე პასუხისმგებლობა მას აქვს და მან უნდა უზრუნველყოს აი იმ ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება, მისი პატრონობა და მთელი რიგი ვალდებულებებია განსაზღვრული. რაც შეეხება მუნიციპალურ ნარჩენებს, თუ კომპანიას წარმოექნება მუნიციპალური ნარჩენები, ასეთ შემთხვევაში ამ მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აქვს აღებული მუნიციპალიტეტს და ეს მის კომპეტენციას წარმოადგენს და მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ისე რომ, აი როდესაც ასეთ საქმესთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უნდა განუსაზღვროს ყველა პირობა. სად დაიდგას, რამდენ ხანში უნდა იქნეს გატანილი და რა ფორმით უნდა იყოს განთავსებული. აი ეს ყველაფერი არის თქვენ წინამდელ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ეს გვიქნის ჩვენ ეკოლოგიურ პრობლემებს ქალაქში. ეს არის თქვენი უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, რატო საუბრობთ ამდენ? ნებისმიერი შემოთავაზება, რაც დაკავშირებული არის მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასთან, მის გატანასთან, განთავსება regional განვითარების municipal waste, where to place their beans, when to empty them. This is all. დიახ, რაღაც შეფერხება ხო არა, ვერგა. დიახ, გამოსწორდა. დიახ, ხო. და ეს არის თქვენი გასაკეთება. რაც შეეხება განთავსებას, ნაგავსაყრელს თავისი პატრონი ყავს, ქალაქ თბილისში, აჭარაში აჭარის მთავრობა და სხვა დანარჩენ საქართველოში მყარი ნარჩენის მართვის კომპანია, რომელიც მაგრამ რაც შეეხება შეგროვებას, მის გატანას და მის განთავსებას გადამტვირ სადგურში ანდა თქვა ნაგავსაყრელამდე მიტანას, ეს არის თქვენი კომპეტენცია, ეს არის თქვენი უფლებამოსილება, ან თუნდაც მისი რეციკლირება შეიძლება მუნიციპალურ დონეზე თქვენ რაღაცა შეაგროთ და თქვენი საინტერესო იყოს და შეიძლება რეციკლირების რაღაც ობიექტის მოაწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს თქვენი გადასაწყვეტი და ნებისმიერი კერძო სტრუქტურის ჩართულობა. ან სხვა პროექტის ნებისმიერ ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან თუ ისევ კერძო ინიციატივებიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს თქვენთან შეთანხმებული და თქვენს მიერ გაცემული პირობების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ბატონო ალბერტ, თუმცა დასუფთავების სამსახურები არის მუნიციპალიტეტები თვითონვე ახორციელებენ აი ამ საქმიანობას. თვითონვე იღებენ, თვითონვე ელემენტარულად რა თქმა უნდა, ესავენ ჩემო ბატონო და მე ჩვეულებრივად ეგ არის. ნებისმიერი ესეთი საკითხი, გნებას პროექტი იყოს, თუნდაც ჩვენს მიერ ორგანიზებული პროექტი, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დეტალებში შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან და ძალიან კარგი საკითხი დასვა და არავინ არა ესე ცალკე უფლებამოსილი რომ მე ახლა ამას დავდგამ და თქვენ და თქვენახევარი არ გავიტან და იქ რაღაც ეკოლოგიურ პრობლემებს შევქმნი. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან. წინამდელ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ესეთი ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
გავითვალისწინოთ ეს მომავალ გეგმებში, ბატონო გიორგი. მომავალ გეგმებში ეს გრაფიკი გავითვალისწინოთ, რამდენ ხანში მოინდომებს მუნიციპალიტეტი გატანას, მეწარმე უნდა დაემორჩილოს მას. რეალურად ორგანიზაცია მუნიციპალიტეტი ახორციელებს ამას, ეს მისი თვალდახედვის და თვალსაჩინო, მაგრამ ბატონო აკაკი, თუ შემოვიდა კერძო სტრუქტურა, ამ შემთხვევაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვადები, რამდენ ხანში უნდა დაიცალოს urna. დიდი მადლობა. ეს ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს მუნიციპალური მართვის გეგმის. ძალიან მკაფიოდ ჩაწერილი. დიახ, იმემგევე ორგანიზაციებთან. დიახ. გთხოვთ თუ შეიძლება შეკითხვა. ბატონო აკაკი, კიდე დამატებითი საკითხია, როდესაც ეს შევა ეს ტექნიკური რეგლამენტი ძალაში კარგადაა გაწერილი მუნიციპალიტეტებსა და MG ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები და იქ თვითონაც ჩაიხედენ თავრობის დადგენილებაში შეხედავენ რომ როგორ უნდა ითანამშრომლო ერთმანეთში. იქ ურთიერთხელშეკრულების საფუძველზე ხდება ყველაფერი ძალიან ბევრ ამას თავის თავზე იღებს MG ორგანიზაცია პირიქით ისაა ვალდებული გადაუხადოს მუნიციპალიტეტებს შეგვიძლია და ასე შემდეგ. ეს საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტებს იგეგმება კიდევ ძალიან ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების გატარება, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, შესაძლებელი გაძლიერების თვალსაზრისით და ეს თქვენი ამ პროექტის პარალელშიც იქნება, მაგრამ ამავე დროს აი ჩვენ აქ გვესწრებოდა ახლა ბატონი დარასი თუ არ გავიდა, ჩვენ ველოდებით ახალი ევროკავშირის პროექტის დამტკიცებას და იმ პროექტის პარალელში ძალიან სერიოზული სამუშაოები განხორციელდება. დიდი მადლობა. მე მინდა ქალბატონ ნინოს ვთხოვო, ბატიაშვილს, მე მგონი გვესწრებიან ლაგოდეხტე გთხოვთ ქალბატონ. დიახ, ქალბატონი ნინო საინტერესოა. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, ბატონო აკაკი, მივესალმები ყველა ჩართულ მხარეს, დიდი მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს წყალიანთა მოძრაობას საინტერესო პრეზენტაციისთვის, რომელიც დღეს ბატონმა აკაკიმ წარმოგვიდგინა და იმისთვის, რომ თითქოს კიდევ უფრო უკეთესად დაგვენახებთ ხოლმე ჩვენს პრობლემებს და დაგვაფიქრებთ ხოლმე, ასე ვთქვათ, იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს. ბატონმა აკაკიმ ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე და აი მე მინდა რომ ლაგოდეხის მაგალითზე რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მოკლედ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ დამტკიცებულ ნარჩენების მართვის გეგმას მივახლოვებოდით და მეტნაკლებად, ანუ შესრულების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაგვედო, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომელზეც სწორედ ეხლა მინდა რომ ვისაუბრო. პირველი ეს არის სეპარირების საკითხი. ჩვენ ანუ ფაქტობრივად 2022 წლიდან ვიწყებთ სეპარირების პროცესს. ეს არის იაპონიის გრანტის ფარგლებში აღებული მუნიციპალიტეტის ვალდებულება. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მე იაპონიის საელჩოს და იაპონელ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ფაქტობრივად ჩვენ იაპონიის საელჩომ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის გვეპასუხა და ჩვენს ერთ-ერთ ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში ფაქტობრივად 100%-იანი მომსახურება განვახორციელოთ 2022 წელს. ამ გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა ფაქტობრივად აიღო ვალდებულება, რომ განათავსებს ამავე სოფელში ბადიან ურნებს, სადაც მოვახდენ სეპარირებას. თუმცა იცით რაზე მინდა ყურადღების გამახვილება, ბადიანი ურნების შეძენა მუნიციპალიტეტისთვის, ანუ ასე ვთქვათ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ის შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც მოკლედ ეტაპობრივად ვიყიდოთ. თუმცა პრობლემა არის იქ, რომ სეპარირებული ნარჩენი სად უნდა წავიდეს. ამ ეტაპზე მაგალითად ჩვენთვის უკვე საფიქრალია, რომ ეს სეპარირებული ნარჩენი, რომელსაც ამ ეტაპზე ჩვენ მოვაგროვებთ, უნდა განვათავსოთ, რა თქმა უნდა, ცალკე და ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი მოწყობილობები. ეს არის პერფერატორი თუ საპრესი მოწყობილობა თუ ასე შემდეგ, იმისთვის, რომ ანუ მოვახდინოთ რეალურად ამ ნარჩენის სეპარირება და შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ჩვენ გვჭირდება რეალური შემძენი ბაზარზე. ამიტომ ანუ ამ საკითხში მუნიციპალიტეტებს რეალურად დახმარება სჭირდებათ, რომ მოკლედ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი
არის ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებით დღეს არ ვიცი ხა სხვა მუნიციპალიტეტებში როგორ არის ჩვენთან ლაგოდეხში მაგალითად ამოვსების პრინციპით ხელმძღვანელობთ და ძირითადად ანუ ამას ვეყრდნობით რომ კერძო საკუთრებაზე ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე თუ სადმე არის ამოსავსები ტერიტორია მოკლედ ინერტული ნარჩენი მოთავსდეს იქ და ასე ვთქვათ ამოივსოს ეს ტერიტორია. თუმცა რეალურად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ეს პრობლემა არსებობს, ანუ ძირითადად იქიდან არის გამოწვეული, რომ სადღაც ვიღაც მიიტანს, ანუ ნაშალ მასალას, ინერტულ ნარჩენს, დაყრის და შემდეგ იქ ხდება მიმატება, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების და შემდეგ იქცევა ხოლმე, ასე ვთქვათ, ნაგავსაყრელად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შარშა მქონდა მცდელობა, რომ რაღაცნაირად მოგვეგვარებინა ეს საკითხი და მუნიციპალიტეტს ქონოდა ასე ვთქვათ ისეთი ტერიტორია, რომელსაც ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელად გამოვიყენებდით და ასე ვთქვათ სერვისს ავაწყობდით, რომ მაგალითად მოქალაქემ რომელმაც ვთქვათ დაშალა სახლი ან წარმოქმნა ეს ინერტული ნარჩენი, ჩვენს სამსახურს დაუკავშირდებოდა, ჩვენი სამსახური გაიტანდა მას და ამაში ვთქვათ რაღაც მომსახურების თანხას გადაიხდიდა. ეს ფაქტობრივად ორ გამოწვევას უპასუხებდა, ერთის მხრივ ტერიტორიის დაბინძურებას აგვაცილებდა თავიდან და მეორეს მხრივ შემოსავალს გაზდიდა ნაწილობრივ, რომ კიდევ ვთქვათ ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა ანუ ასე ვთქვათ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა და ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დახმარება, რომ თუნდაც აი რეგიონალურ დონეზე მაინც რომ იყოს ნაგავსაყრელი, რომელიც იქნება მხოლოდ ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი და ჩვენ მოგვეცემა ასე ვთქვათ ესეთი სერვისული მომსახურების აწყობის შესაძლებლობა. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნარჩენების მართვის გეგმით აგვაქვს გათვალისწინებული ესეც არის აი კომპოსტირების საკითხი. კომპოსტირების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით ლაგოდეხი მოსავლიანი რაიონია, იცით თქვენ ამის შესახებ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის კომპოსტირებაც რეალურად შესაძლებელია და გარდა ამისა, თვითონ ჩვენი სამსახური, კეთილმოწყობის სამსახურს რომ ვეძახით, ანუ ლაგოდეხის შემთხვევაში სერვის ცენტრი ქვია, წლის განმავლობაში დაახლოებით 25 ტონამდე მწვანე ანუ ანას ხლავს და ნათიბს და ასეთ ნარჩენს წარმოქმნის, რომლის რეალურად კომპოსტირება შესაძლებელი არის და ასევე შემდეგ იმ მასალის გამოყენება უკვე იგივე მუნიციპალიტეტის მიზნებისთვისაც იქნება სრულიად კარგი და გამართლებული, რომ იგივე გამწვანების საკითხებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ასე რომ აი ხა 2018 წელს მიღებული ნარჩენების მართვის გეგმების ვადები ფაქტობრივად იწურება უკვე და ის საკითხები ახლა რომელზეც მე გამომახვილე ყურადღება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ანუ ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც საკუთარი ძალებით, ასევე სახელმწიფოს ჩართულობით, მთავრობის დახმარებით, ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მოკლედ იქნება მოგვარებული და საბოლოოდ ანუ ნარჩენების მართვის გეგმა იქნება შესრულებული. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მე შეუერთდებოდი თქვენ მოწოდებას იაპონიის საელჩოსთვის მადლობის თქმა, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა, მე მგონი მცხეთის მუნიციპალიტეტს გვესწრება, კიდე დამატებით მიეცემა საშუალება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ზუსტად იაპონიის საელჩოს მეშვეობით ახალი მანქანის შეძენისა, იმისთვის რომ სტიქიური ნაგავსაყრელები ამოხვრა და მაქსიმალური ასე ვთქვათ მიწოდება სერვისის მოვახერხოთ მაღალმთიანი სოფლების და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა იაპონიის საელჩოს. გთხოვთ უნდა ჩავერთო ისეთი საკითხებია წამოწეული რომ დიახ ბატონო არ გვინდა გვეხება და შეიძლება ჩქარჩქარა მომიწიოს ჩართვა და ბოდის ვიხდი, იმიტომ არ არო თქვენ არ გაქვთ ამაზე პასუხები და რაღაცა, მაგრამ არის რაღაცა სპეციფიკური ისეთი საკითხები. ისმენთ ბატონო, მე უბრალოდ მადლობა მოუხადე იაპონიის საელჩოს. წარმომადგენლებს ვესაუბროთ. მე ვხედავ რომ მოკლედ ჩვენი ჩართულობა კიდე აი წეგანაც ითქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ტარდება შესაძლოა გაზიარების ღონისძიებები, მაინც არ არის საკმარისი და უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ. იქნება ამ პროექტის ფარგლებშიც გავაკეთოთ და ჩვენ შევძლოთ თქვენთან ერთად ჩასვლა რეგიონებში. პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ იმედია უფრო აქტიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეხლა ქალბატონი ლაგოდეხიდან
ხო, ძალიან კარგია ნინო რომ მატიაშვილი მერის მოადგილე ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგია რომ ახსენა ეს იაპონური გრანტი და როგორც ჩანს მუნიციპალიტეტმა კარგად იმუშავა. ხო, კარგად იმუშავა და მოახერხა და მოიპოვა რაღაც გარკვეული დაფინანსება მან ნარჩენების შეგროვების სისტემის გაუმჯობესებისათვის და მათ შორის სეპარირებული შეგროვებისათვის. თუმცა ერთ რაღაცა ისეთ ნიუანსია, მაგრამ მივაქციე ყურადღება, რომ აი ამ იმაშიო ვალდებულება ავიღეთო ჩვენო აი გრანტის წინაშე ვალდებულებები განსაზღვრული არის სტრატეგიით და ეროვნული სამოქმედო გეგმით და ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა იცოდეს, რომ მას რა ვალდებულებები აქვს ზოგადად კანონმდებლობით. მეორე საკითხია მისი გადაწყვეტის გზები და მიდგომები და მათ შორის ერთ-ერთი კარგი მიდგომა კი ბატონო არის ის, რომ მათ მოიპოვეს აი ეს შეიძლება ეს გრანტი მათ არ ეყოთ იმ მიზნების მიღწევაში და კიდევ სხვა რაღაც უამრავი ღონისძიება ეკნებათ განსახორციელებელი. ანუ მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ გრანტის წინაშე და იმ მცირე რაღაცის წინაშე ვალდებულებებით კი არ გამოვდივართ, არამედ იმით, რომ ზოგადად მუნიციპალიტეტებს როგორი ვალდებულებები გააჩნიათ მთლიანად ნარჩენების მართვის სფეროში. მეორე რა თქმა უნდა, ეს ვალდებულებები აბსოლუტურად გვაქვს გათვითცნობიერებული. მე უბრალოდ რადგანაც იაპონიის საელჩოს გრანტზე ვსაუბრობდი, უბრალოდ იმ ვიწრო კომპონენტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ვალდებულებაზე გამამახვილა ყურადღება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეხლა იმ ეროვნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს სრულად აქვს გაზიარებული და გააზრებული რა ვალდებულებები აქვს და რა არის ჩვენი შესაძლებლობები. მადლობა. მეორე საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო. ეს არის ინერტული ნარჩენები. მოკლედ, ყველა შეხვედრაზე უსვამ ხაზს. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტიდან შემოგდის წერილები და გვეუბნებიან, რომ განზრახული გვაქვს აი ნაგავსაყრელის გაკეთება და თხოვენ ტერიტორიის გამოყოფაში დახმარებას, ან ამბობენ, რომ განზრახული აქვს ტერიტორიის გამოყოფა და ამ ტერიტორიაზე რაღაცის გაკეთება. მე უნდა უთხრა და ბატონმა აკაკიმ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა ერთ რამეს. სულ არის სამი ტიპის ნაგავსაყრელი. სხვა ტიპის ნაგავსაყრელი, სამი ტიპის ნაგავსაყრელი, სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი, იგივე მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი და ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. თითოეული ნაგავსაყრელის მოწყობა ექვემდებარება გარკვეულ მოთხოვნებს და ეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული. ანუ ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვის და დახურვის შემდგომი მოვლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული და ყველა მოთხოვნა, როგორ უნდა მოეწყოს ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი, დაწერილი არის აი ამ დოკუმენტში. ეხლა რაც შეეხება ამოვსების ოპერაციას. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამას ვწერდით, გავითვალისწინეთ ისიც, რომ ის ინერტული ნარჩენები, რომელიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციისათვის, რაღაც გარკვეული მშენებლობის მიზნებისათვის, შეიძლება არ იქნეს განთავსებული ნაგავსაყრელზე, რომელიც შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტით უნდა მოეწყოს და მოხდეს ამა თუ იმ ტერიტორიის ამოვსება. მაგრამ იქ არის აუცილებელი პირობა. იქ არის აუცილებელი პირობა, რომ ამოვსების ოპერაცია იმ შემთხვევაში არის, როდესაც არსებობს ტერიტორია და იმ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს განსაზღვრული აქვს რაიმე ობიექტის მოწყობა და არსებობს მისი მოწყობის პროექტი. ეს იქნება სკვერი, ეს იქნება თქვათ რაიმე შენობა ნაგებობა. ანუ რაღაცა თორე მე ეხლა ტერიტორია ვნახე და მოდიან მე ის თქამინდა ამოვსების ოპერაცია ხშირ შემთხვევაში გაგებული არის ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელთან. არ არის ეს ერთი და იგივე. ამოვსების ოპერაცია შეიძლება რაღაცა ნაპირსამაგრის სამუშაო გაკეთდეს და უკანა მხარე იყოს ამოსავსები ან სხვა რაღაც სადაც მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იქ ნარჩენები განთავსდეს. ხშირ შემთხვევაში ამას ჩვენს გვაკითხავენ.
არ გამოიღო ამ მიდგომამ კარგი შედეგი, ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ცვლილება შევიტანოთ და ამოსების ოპერაციის შემთხვევაში მოვითხოვოთ გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები. აი ამის თქმა მინდოდა ეს. რაც შეეხება ბიოდეგრადირებულ ნარჩენების მართვას და ამ ინიციატივას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუ თქვენ ამას გააკეთებთ, ძალიან კარგი იქნება. ხო, კიდევ ინერტულ ნარჩენებს მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ქალბატონმა ნინომ დააყენა საკითხი აი მომსახურებასთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან კარგი რაღაცა შეგითავაზებიათ ნარჩენების, ინერტული ნარჩენების წარმოქმნელებისათვის, რომ ჩვენ ამას გავიტანთ და განვათავსებდო. ძალიან დიდი ვალდებულების აღება არის ეს და რა თქმა უნდა, ეს უნდა მიიღონ იმათმა და თუ ამას არ ღებულებენ და სხვაგან ყრიან, ლაგოდეხი არც ისე დიდი მუნიციპალიტეტია, თქვენ გაქვთ კონტროლის უფლება, მოვალეობები, ძალიან მაღალი სანქციებია და ქალაქ თბილისის ინიციატივით პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში და ძალიან მაღალი ნიშნულები არის სანქციების და შესაბამისად ის უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ თუ ვიღაცას გამოაქვს და ყრის ისე რომ არავის არ ეკითხება არც მუნიციპალიტეტს არც არავის და აკეთებს უკანონო ნაგავსაყრელს, იქ უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. და აქვე მინდა ერთ რამეზე გითხრათ, რომ აქ ძალიან კარგია ინერტული ნარჩენების მართვა ხშირად ქალბატონი ნინო ამბობს ხოლმე და მეც ვეთანხმები, ხშირად გონიათ რომ ეს არის რაღაცა კარგი ისეთი მომგებიანი რაღაცა. თუ ნარჩენების თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისად და ტექნოლოგიებით დაამუშავებ, მას საკმაოდ სერიოზული რესურსები სჭირდება. ამიტომ კერძო სექტორის მოზიდვა ამაში საჭირო და კერძო სექტორის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფორმები თუ ჩამოყალიბდა, რომ მუნიციპალიტეტი რაღაცაში დაეხმარება მას, ტერიტორიის გამოყოფა იქნება, თუ სხვა რაღაცა იქნება, შეიძლება შუამდგომლობა გაკეთდეს აფიან სესხთან დაკავშირებით ან რაღაცა, აი ესეთ შემთხვევაში ეს მარტო თქვენ არ გიხებათ, მთლიანად ზოგადად ქვეყნის მასშტაბით შეიძლება კერძო სექტორი წამოვიდეს, მან შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩადოს ინვესტიცია და გააკეთოს ინერტული ნარჩენების რეციკლირების ობიექტი. ესე რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. ბატონო ალბერტ, მე მინდა სამინისტრო მაინც იცოდეს იგივე აი ამ სტიქიურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, რაც რეალური გამოწვევებია ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, აი მაგალითად ლაგოდეხმა არ იყო ნათქვამი ამის შესახებ და მე მინდა გავაჟღერო, რომ გარდა იმისა, რომ იქ იმ ტერიტორიებზე, სადაც რეალურად ხდება აი ამ სტიქიური ნაგავსაყრელის ფორმირება, ნუ აღდგენა მოახდინეს და გარდა ტრაფარეტებისა, რომ ნუ დაყრით და რაღაც, ნუ გარდა ამისა ფოტოხაფანგების, ესე ვთქვათ, დამონტაჟება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხო რაღაც უნდა გამოვიყენოთ. სამართლებრივი თვალსაზრისით, ახლა ქალბატონი ნინო თვითონ იურისტი არის და იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა და საბოლოო ჯამში მივედი აქამდეო რა. ბუნებრივია რომ ეს ნამდვილად იძულებული ხარ, კი ბატონო. კი რამდენის გინდა ჩვენ ვისაუბროთ. ზუსტად ბატონო ალბერტ, მონიტორინგი და კონტროლი შედეგს ვერ მივაღწევთ. ბატონო ალბერტ, ზუსტად იგივე არის გაკეთებული მცხეთაში, ქალბატონები მესწრებიან მცხეთის მუნიციპალიტეტი, ბევრ მუნიციპალიტეტში არის, მარტო ორი მუნიციპალიტეტი არ არის. ბევრგან ცდილობენ რომ ფოტოხაფანგებით იმუშაონ, იმიტომ რომ ზედამხედველობის სამსახურებს გარკვეული პრობლემა არის, თქვენ მართლაც ბრძანებთ. თუ კომპლექსურად არ მიუდექით ჩვენ ინერტული მასალების საკითხს ზოგადად კომპლექსურად, იმიტომ რომ მე ვგულისხმობ ამაში როგორც კონტროლის მექანიზმებს, ასევე თვითონ პოლიგონებს როგორიც უნდა გაკეთდეს და მეწარმეების ჩართულობას. ჩვენ კახეთს რო უსმენდით, ბოლოს იყო მკაფიოდ ნათქვამი, რომ ერთ-ერთ მეწარმეს გაუჩნდა იდეა და შემოიტანა კვარელში შემოიტანა დანადგარი იმისთვის, რომ დაქუცმაცება მოახდინოს ამ სამშენებლო ნარჩენებს. ხო, კი, ხალხობანინო, გეთანხმე, შესაბამისი ავტორიზაცია კიდე და ბევრი ნებართვები ჭირდება, ბატონო ალბერტ, ვიცით შესახებ, ჩვენ აუცილებლობა, იმიტომ რომ ეს გარკვეულ ზღვარზე გადის ინერტული მასალა, ზოგ შემთხვევაში ის არის საფათო. იცით თქვენ, რომ ჩვენ რო გქონდა გარკვეულად საქართველოში სამშენებლო ნარჩენი, ზოგიერთი მათგანი მოიცავდა კადმიუმს,
ტყვიას და ასე შემდეგ, რომელიც აუცილებლად უკვე სახიფათო რანგში გადის. ამიტომ პრობლემატური თემა არის ნამდვილად. გთხოვთ კოლეგებო, ვისაც გსურთ კიდე დამატება, იმიტომ რომ ჩვენ ნელ-ნელა დახურვისკენ მინდა რომ წავიყვანო და გთხოვოთ თუ რამე კომენტარი არსებობს კიდე. ჩვენ თვითონ დოკუმენტს განვათავსებთ ჩვენ საიტზე და დავიცვათ საქართველოს სისუფთავის საიტზე, აგრეთვე განვათავსებთ ხელმისაწვდომი ყველა მუნიციპალიტეტისთვის იქნება, იმიტომ რომ ცალკე დავაგზავნით კიდე როგორც პრეზენტაციას, ასევე თვითონ პირველ გამოცემას, ელექტრონულ ვერსიას და სადაც ფიზიკურად გნახავთ COVID-ის მერე გადმოგცემთ კიდევაც. მაგრამ თავარი არის რომ ეს პირველი დოკუმენტი მომზადდა დღეს და ეს პირველია ჩვენ შემდეგ წელს მოვამზადებთ კიდე ერთ ანგარიშს თქვენი დახმარებით და ეს მოგცემს უფრო კარგ სურათს და ახალ გეგმებს ჩვენ უკვე დავხვდებით მომზადებული სრული ანალიზით და იმ პრობლემების იდენტიფიცირებით, რა თვითონ მუნიციპალიტეტში არსებობს. ბატონი გიორგი შუხოშვილი გვესწრება და ხომ არა აქვს მასაც სურვილი, რომ შემოგვიერთდეს არინარჩენების კომპანია თუ არის აქ არ ვიცი, ოღონდ საკმაოდ ბევრი ტექნიკური მიზეზების გამო გარკვეული პრობლემები შეგვექნა და მოგესალმებით. გისმენთ დიდი მადლობა ესეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხზე და შეხედულებებზე თქვენ მოსაზრებების და მოხარული ვარ რომ ესეთი აქტიური ჩართულობა არის განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების მხრიდან და რა თქმა უნდა ძირითადი მიმართულება ნარჩენებისთვის გადის მუნიციპალიტეტებზე და რეგიონებზე რა თქმა უნდა და ჩვენც როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელით და პლანირების მართვის კომპანიის სახელით, რა თქმა უნდა, რეგიონში ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს. ამის შესახებ არაერთხელ ვიტყავთ ჩვენი პროექტების მიმართულება, ეს ჩვენი პროექტები მოიცავს როგორც საერთაშორისო პროექტებზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანადაფინანსებულ პროექტებზე მაქვს საუბარი. მოიცავს არა მარტო თქვათ ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, ასევე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს გამოიხატება როგორც პირდაპირ ინფრასტრუქტურულ ტექნიკურ ნაწილში, როგორც არის თქვათ ტექნიკური აღჭურვილობა და ასე შემდეგ, რაც საჭიროებად საწყის ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობის გაძლიერებას, რომელიც არის გრანტ კომპონენტი და რომელსაც მუნიციპალიტეტებთან იმ რეგიონებში, სადაც ვახორციელებთ პროექტებს, იმ მუნიციპალიტეტების ტექნიკური შესაძლებლობის გაძლიერებაში ეხმარება ჩვენი საერთაშორისო კონსულტანტები. ეს გამოიხატება როგორც სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში, მეთოდოლოგიის შემუშავებაში და თუ როგორ უნდა მოახდინონ, რა ხარჯები უნდა აისახოს და ამაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ პროექტი გვაქვს სამეგრელოსა და კახეთში ეს ერთობლივი პროექტია და უკვე შევიმუშავებთ და უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტებს გავუზიარებთ ამ მეთოდოლოგიას, თუ როგორ უნდა იყოს თქვათ ასახული ხარჯები, ასევე სხვადასხვა მიმართულებებს, როგორც არის ტექნიკის ოპერირების ნაწილში და სხვადასხვა მიმართულებებზე, რაც უფრო მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია და საკმაოდ წაადგებად საომავლოდ ნარჩენების მართვის სისტემები. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყოველთვის სათავართ გარკვეული დახმარება გავუწიოთ, როგორც პირდაპირი საშუალებებით, ისე გამოცდილების გაზიარებით და ასევე თქვენ ძალიან დიდ მადლობა, რომ ესე აქტიურად ხართ ჩართული და როგორც მუნიციპალიტეტებს, ისე რა თქმა უნდა ჩვენც როგორც კომპანიას გვეხმარებით გავინახოთ კიდე ის საჭიროებები და ნარჩენების მართვის საკითხი. რამე კითხვები იქნება მე მზად ვარ უშუალოდ კონკრეტულ საკითხებზე გავცე პასუხი თუ კი აქვთ და დიდი მადლობა აქტიურად ვართ ჩართული ყოველ შეხვედრა იქნება თუ მსჯელობა თუ სხვადასხვა მიმართულებით.
დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ბატონ სოლომონს ვთხოვდი დახურვისთვის ბოლო სიტყვა თქვას და იქნებ დავასრულოთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ კიდე გვექნება საშუალება უკვე რეგიონების მიხედვით დეტალურად გავიაროთ ყველა საკითხი. ვთხოვთ ბატონ სოლომონ. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გამოვიდა, როგორც თქვი თავიდანვე, იმიტომ რომ წაკითხული მქონდა მე ეს პრეზენტაცია დეტალურად. და ძალიან კარგია რომ ასე მუნიციპალიტეტები ასე არიან ჩართულები მაგრამ ის მაინც რაც არის ეს ნაკლოვანები რომელიც არის ჩვენ უნდა გავმეჯეროთ ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და პრინციპულად ისევ და ისევ გამეორდები ბატონ ალვეს დავეთანხმები რომ ეს სეპარირების საკითხებში რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგეს მე ძალიან კარგად მესმის რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა თქმა უნდა ბიუჯეტთან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან, მაგრამ რაღაცა ფორმით უნდა შევძლოთ, რომ სეპარირება რაღაცა დოზით მაინც დავიწყოთ. წინამ შემთხვევაში საერთოდ წეგან გამოჩნდა მე თქვა ზოგადად იგივე რეგლამენტების ამუშავების დროსაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სეპარირება, რასაც წარმოების გაფართოებული ვალდებულება ქვია და მოგვიწევს რეგიონებში იგივე დიდ ქალაქებში მეთომეტეს ამის ამუშავება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ ხრივ ალბათ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას უფრო აქტიურად და ჩვენ უნდა გქონდეს გზაობა წარმოების გაფართოებული ვალდებულების ამოქმედების დროს რომ მუნიციპალიტეტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რადგან როგორც ჩვენი მხრიდან ჩვენი შესაძლებლობით ასევე მათი მხრიდან უნდა იყვნენ ჩართულები მათ გარეშე არ გამოვა ამ რეგლამენტების ამოქმედება გინდა თუ არ გინდა რაც არ უნდა ჩვენ MGB-ები შევხვდათ, მაინც გავა, მაინც ლოჯისტიკის ნაწილში მაინც დაჭირდება რაღაცა ფორმით მუნიციპალიტეტების ჩართვა. შეიძლება ეს ალტერნატიული ვარიანტი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ლოჯისტიკა მაინც მათ აქვს დაწყობილი და ამას აი ამაში რა თქმა უნდა მათი როლიც იგია. და ასევე ძალიან აი თვითონ თემატიკა და საბოლოოდ კი ფინანსებზე გავა და ფისკალურ ნაწილზე გადავა აჩვენებს, რომ ნუ ყველა რაიონში და ყველა იმაში წამგებიანია ზოგადად ეს სერვისები და ალბათ აქ არის რაღაც კიდე მენეჯმენტში გადასახედი და ალბათ თქვენს მერებთან უნდა გაიაროთ, უნდა გაიაროთ საკრებულოს თავმჯდომარეებთან და არა მარტო ის რომ შეთა გქონდეთ კომუნიკაცია რომ რაღაც უნდა იფიქროს შესაძლებელი ძელვადიანი ხელშეკრულებები იყოს კენსამარ სიურდური პირებთან და ამინდა IP-ები როდემდე უნდა ვხარდოთ ფული ბიუჯეტიდან რომელსაც ექნება თავისი ინფრასტრუქტურა და თუკი ძელვადიანზე მერია მისცემს მას გარანტიას რომ 5 წლიანი 20 წლიანი შეიძლება მოსახურება და მისი მონიტორინგი მერიამ განახორციელოს და კენსამარ სიურდური პირი შეიყვანოს შეპესეს შეულებრივ ამდენი ფული ბიუჯეტიდან ესე იგი აბსოლუტურად ყველგან ესე იგი თავის ხარჯებს ვერ ფარავს როგორც არის ფიზიკური პირების და იურიდიული პირებისგან შეკრებილი არათუ ვერ ფარავს დაახლოებით ეს არის მაქსიმუმ 24% რომელიც აი ნახე ბატონ აკაკის ინფორმაციებში და ამ ხრივას ალბათ ნაბიჯები გადასატუმელი იქნება და მომრავი სხვა გამოწვევა რომელიც ძალიან კარგად ჩანს გაბატონინო და დიდი მადლობა ყველას იმის და დიდი მადლობა გაბატონინო იმის რომ თქვენ შეძლებთ ასეთი კოორდინაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო სტრუქტურების მუნიციპალიტეტების ასეთი ესე იგი სისტემატიზაციაში მოახდინეთ ეს და აი ამ სტრუქტურაში მოაქციეთ და ასეთი კომუნიკაცია გაქვთ და რომ იტყვიან ორხრივი დამოკიდებულება. დიდი მადლობა ყველას და კიდევ გისურვებთ წარმატებულ შემდგომ ეტაპზე წარმატებულ თქვენს საქმიანობას და ვფიქრობ რომ ნარჩენების მართვა უკვე მე მაინც მგონია რომ ერთ-ერთი გამოწვევაა ყველა მუნიციპალიტეტს ეს უკვე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ბატონ სოლომონ ბატონ ხათუნა თქვენც ხომ არ დაამატებდით ეს კონკრეტულად მადლობა დიდი ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ნამდვილად ეს ანგარიში მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ დოკუმენტი არის რომელიც საშუალებას მისცემს უკეთესი დაგეგმარებისათვის საჭიროება რომ დიდი არის და პრობლემები რომ ბევრია და ესე ვთქვათ რომ სისტემას კიდე გაუმჯობესება სჭირდება ეს ფაქტია რა თქმა უნდა პროექტშიც იქნება ამისი შესაძლებლობა რომ გაგრძელდეს საუბარი გაუმჯობესება სისტემების და ვთვლით რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება გაუმჯობესება ნარჩენების მართვის და კიდევ ერთი რამ რაც დავინახეთ დღევანდელი შეხვედრიდან გამოიკვეთა ის რომ კოორდინაციაც აუცილებელი არის სხვა პროექტებთან მიმართებაში კარგი იქნება თუ ეს ანგარიში სხვა განახორციელებელ ორგანიზაციებსაც მიეწოდება იმისათვის რომ სრულად უპასუხოთ იმ საჭიროებებს რომელიც მუნიციპალიტეტებს გააჩნია და ასევე იმ ესე ვთქვათ როგორც ადგილობრივს ასევე ეროვნულ დონეზე
სისტემის ჩამოყალიბებაში, ესე ვთქვათ, საქართველოს მთავრობას. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ ამ შეხვედრისთვის და წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა აქტიურობისთვის. ბევრს მე მივეცი საშუალება რომ გამოთქვას თავისი მოსაზრება. ანგარიში თითქმის ყველასთან არის დაგზავნილი, მაგრამ კიდევ ერთხელ დაიგზავნება. მე დავწერე აგრეთვე რომ ჩვენ გავაკეთეთ გვერდზე განთავსებას, არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ სხვა ორგანიზაციასაც კი დავიცვათ საქართველოს ისუფთავეც განათავსებს ამ ანგარიშს და ანგარიში არის ხელმისაწვდომი და ჩართულ რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ რეგიონების მიხედვით დავიწყეთ ახლა ახალი ეტაპი, ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის. ასე რომ დიდი მადლობა პირველ რიგში მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი გვესწრება და დიდი მადლობა ყველა დიპლომატიურ საელჩოებს, დიპკორპუსის წარმომადგენლებს, რომელიც ამ შეხვედრას დღეს ესწრებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობთ ჩვენ მივდივართ წინ და პირველ რიგში გავუსვამდი ხაზს შვედეთის მთავრობას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ესეთი ანგარიშის გაკეთების. დიდი მადლობა ყველას. მადლობა, ნახვამდის. 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 არ გაბრძანდ